მოგესალმებით, ძვირფასო სოხუმური ბრეხალოკის მაყურებელო. ჩვენ ვაგრძელებთ აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის მედია პროექტს სოხუმური ბრეხალოკა. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ სოხუმელი მსახიობი ნუგზარ ჩიქოვანი. მოგესალმები, ბატონო ნუგზარ. მინდა გაიხსენოთ ისეთი მომენტები, რომელიც მაყურებელსაც დააინტერესებს და თქვენს მოგვრით სიამოვნებას იმ ამბების გახსენება. როგორ გახსენდება სოხუმი? თბილი საინტერესო ქალაქი. ზღვით მომიწია ჩასვლა. განაწილება მქონდა ფოთის თეატრში, რემონტი მიმდინარეობდა ფოთის თეატრში, ხო და რომ მქონდა და მიფიქრე რომ სოხუმში დავალმეთქი. მაშინ კურსირებდა ეს კომეტები არის, ესეთი წყალქვეშა მთებზე არის ესეთი კატერები, ნავები, ხო და ეს კურსირებდა სოხუმისკენ ფოთიდან. კი, ფოთი სოხუმი. ხო. ესაკირეის. ხო და აი ნავით ჩავედი სოხუმში. სოხუმში რო ჩავედი და რო გადავხედე იქაურობას. ეს არის 82 წელი, საფხული. წარმოიდგინე 22 წლის ბიჭი, გაგანია საფხული. მე აქედან წამსვლელი არა ვარ, მეთქი ჩემთავს ხარი რა. თბილისში აღარ ჩამოვდიოდი. დარჩი სოხუმში. რა არჩი სოხუმში, ხო? ბრეხალოკა როდის გაიცანი? სოხუმური ბრეხალოკა. როგორც ცნობილია, ყველა ვინც კი სოხუმში ჩამოდიოდა, პირველ რიგში ეცნობოდნენ აი ამ სანაპიროზე, ამ კაფე-ბარებს და რა თქმა უნდა, ამ ბრეხალოკას ვერაუვლიდა ვერავინ. აუცილებლად უნდა შესულიყო, უნდა ეგემა იქ კუკურის ჩაი და რა თქმა უნდა, პინგვინის ყავა. თქვენთვის პინგვინის ყავა რას წარმოადგენდა? ეს იმ პერიოდში, როცა 22 წლის ახალგაზრდა ყმაწვილი ჩახვედი. 22 წლის ახალგაზრდა ყმაწვილისთვის პინგვინის ყავას და ნებისმიერ ყავას აქვს განსაკუთრებული გემო. კი, რა თქმა უნდა, გემრიელ ყავას ამზადებდნენ. რამაც რა თქმა საუბარია, ასე იყო კი ბატონო. მაგრამ ის რო ახლა სპეციალურად ყავის დასალებად თეატრის წინათ ჩვენი ყავას ამზადებდნენ. მზიაც არ აკეთებდა ცუდ ყავას, ხო? ხო. წყალთან ერთად. კი. თეატრში მოსვლა როგორ გახსენდება? სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრი. მშობლებაში იყო თეატრი. იმ დროს მე რომ მივედი. ჩემი პირველი შეხვედრა თეატრის წარმომადგენელთან იყო ეგეთი შესანიშნავი ადამიანი აცხონოს ღმერთმა ჯუმბერ გოგუაძე. სადღეგო ნაწილის გამგე. სადმო მისულიყავი ხა სოხუმში რო ჩავედი, უნებრივია თეატრში მივედი, ხო და თეატრი მშობლებაში იყო. შეხვდა ეს კაცი, ბატონი ჯუმბერი. ხო და მოკლედ ვისაუბრეთ და მთარი ეს მთარი აი. განაწილება მქონდა ფოთის თეატრში, მთარი წარმოდიო ჩემთან. მომკიდა ხელი. არ ვიცოდი სად მოვყავდი. შევედით კაბინეტში, დაგვხვდა ბატონი გენო კავანდია, ბატონი გოგი ქავთარაძე და ბატონი თათია ხაინდრავა. თათია ხაინდრავა იყო ჩემი მეტყველების პედაგოგი. ბატონ გენოს ვიცნობდი. ბატონ გოგის ვიცნობდი. მოკლედ ვერი ვარ გავაგზელო. ესეთი მოკლე საუბარი შედგა. ნუ მკითხეს რა გინდა? მოვთხარი აი ეს მოვთხარი ფოთის თეატრში. იმუშავებო ჩემთანო გოგი. კი, მე ვთქვი რომ ეს ნანახი მქონდა უკვე, გადავხედე სიტუაციას, პლეას გადავხედე, სიტუაციას გადავხედე, სოხუმს გადავხედე. კი, მე ვთქვი აბარას ვისა. ხო, მაშინ მე თბილისში მივიდივარ რომ ხო და საბუთების იმას მევალორებო და ჩემთან აი ეს დავიწყე სოხუმის თეატრში მუშაობა. ეს ხო 82 წელი, 1982 წელი. განსაკუთრებული ხალხი მოვაწეობდა სოხუმის თეატრში. ბატონი ბახა, სერგო ბაჭკორია, დიმა, გიზო სირანძე. მსახიობების გარდა იქ სოხუმელები თვითონ კოლორიტები სოხუმის, რომა ხოჯავა, აია ჭყოტუა. ესენი პატრონობდნენ. აი გოგი ქავთარაძის პერიოდი. ადასარევი პერიოდი. ფილმი გახსოვთ ბოშათა ბანაკი ცაცმებს. აი ესე ავიყრებოდით ხო? და 2 თვე, 3 თვე მივდიოდით კაცო გასტროლებზე. ან რანაირად უძლეობდით, ან რანაირად. ერთი გასვლა იყო და მე თვეობით უკვე სხვადასხვა
საბჭოთა კავშირი მოვლილი ჰქონდათ მაშინ. მოვლილი ქონდა რომელია გასო მოვლილი ქონდა კი არა ერთ ქალაქში მკვიდრდებოდით ლამისი. ვიდრდებოდით რომ ვიდრდებოდით კი არა რო ჩავდიოდით ოჯახები ჰქონდათ უკვე შექმნილი. ოჯახების რა გიცხრა და ღვინო იწურებოდა იმდენი ხანი ვრჩებოდით იმ ქალაქში რომ ღვინო იწურებოდა საკლავი იკორებოდა საოცარი რამე რა გასწრა ხო და რა არის მე რეცი რა სამუშაოა ხო გასტროლზე რომ მიდიხარ მუშაობ იქ ფეხბურთზე კი არა აქვს შემოდებული ხო ინტენსიური მუშაობა გასტროლ რა ქვია სპექტაკლები გაქვს და წარმოვიდგინე საგასტროლო რეპერტუარში 14 სპექტაკლი რო გაქვს ანუ გასტროლზე რომ მიგაქვს 14 სპექტაკლი სტაციონარზე არა აქვს გოგი ქავთარაძის პერიოდი იყო ნუ აი საოცარი პერიოდი იყო მე მახსოვს საერთაშორისო ფესტივალებზეც რამდენჯერ ყოფილა აი მაგალითად ვოლგოგრადის ფესტივალი ვოლგოგრადის ფესტივალი აი გაიხსენე შენ ვოლგოგრადში ესე იგი არის ეგეთი რეჟისორი ჯანგიშერაშვილი ხო და ტარდებოდა ფესტივალი მთელი მსოფლიოდან მკვლელი მოწვეული სტუმრები ხო და ვოლგოგრადს აქვს უზარმაზარი თეატრი შენობა ქონდა ძველი თეატრია ესეთი და 170 კაცი რაღაც 170 კაცი მსახიობი შტატი რაღაცა და სადა სპექტაკლები არ ტარდებოდა დიდი გვირთხები დარბოდნენ ჩავიდა ავთარ ჯანგიშერაშვილი ვოლგოგრადში დაიერა მთელი რუსეთი პროვინციული თეატრები ნიჭიერ კაცს ყველგან ნახავ არ არის აუცილებელი რომ ის რა ქვია დედაქალაქის თეატრის სახე მოკლედ შეკრიბა ეს ხალხი ძირითადად ახალგაზრდები როგორ 30-40 წლის 45 წლის ყველაზე უფროსი იყო 45 წლის ქალბატონი იყო როგორც მახსოვს რა მოკლედ თეატრი გააკეთა როგორც თეატრი 3 თვით ადრე იყიდებოდა ბილეთები და თეატრში ბილეთს ვერ ნახავდი რა ხელზე იყიდებოდა ბილეთები აი ესეთ თეატრი გააკეთა ვოლგოგრადში იმ პერიოდში ესეთი სპექტაკლი ჰქონდათ რომეო და ჯულიეტა გააკეთეს სცენა იხსნებოდა დიდი სიმაღლიდან წყალში ხდებოდნენ თავით მილიონები დაჯდა ხოლო და ეს რა პერიოდია იცით აი აპარატურაზე ვამბობ აი ეს ხელით აი რუბილნიკებით რო ემაშვებიან რა ქვია შუქს რო ასე ამთებდა და ამათ იმას რო მქონდათ რა ქვია კომპიუტერზე მქონდათ უკვე აწყობილი ეს ყველაფერი სოხუმში ვინმე ცნობილ ადამიანს თუ შეხვედრი ხარ ისეც რომელიც აი დღემდე გახსენდება თქვათ უცხოელი რეჟისორი რომელიც ჩამოვიდა სოხუმში და სპექტაკლი დადგა მგონი სასტუმრო აფხაზეთი რო დაიწყო იმ პერიოდში იყო კარლ ცვიშაკზე ამბობ ესე იგი რომ მოხდა ეს ხანძარი ისეთი სიბნელე იყო რომ არაფერი არ ჩანდაო ცალკე ეს კვამლი ცალკე ის და უბრალოდ ვერ გააგნებდიო იმასო და ერთ-ერთი მიშველა იმან რომ დამახსოვრებული მქონდაო რამდენი ნაბიჯი უნდა წავსულიყავიო წინო საით უნდა მარჯვნივ უნდა მიხვია თუ მარცხნივ ეს მახსოვდაო უბრალოდ ამან გადამარჩენაო და ამან გამიყვანაო იმიდან ოთახიდანო ხო და ორი კვირა მდიოდაო მე ბოლისუნიო კაროლი ყვება თვისშაკი კაროლმა გააკეთა ღამემშვიდობის ამელიებო სპექტაკლი. მარნე თამაშობდა მაგ სპექტაკლს ოთაშორის. კაი სპექტაკლი. ტელევიზია საიდან დაიწყო შენთვის? სხონებული გიზო სირაძე მოვიდა. ჩემთან და მითხრა, მჭირდებათო ქართული საინფორმაციო გადაცემის საყვანო ტელევიზიაში. ქართული ტელევიზია არ არსებობდა სოხუმში, იცი შენ. არსებობდა აფხაზური ტელევიზია და რუსული საინფორმაციო. და შემოთავაზეს, რომ იქნება წადეო და წაიყვანო საინფორმაციო გადაცემა, ხო და ისე ბევრი არც მეფიქრია, იმიტომ რომ ყველა რაღაცას აკეთებდა იმ პერიოდში, ხო? ქალაქიდან წასვლას არ ვაპირებდი. იქ აგვიყვანეს როგორც მახსოვს გოზდაჩას სტალინის იმას ეძახოდნენ აგარაკს აი ვიწერდით მაშინ და მე აგზავნიდნენ ხო მე აგზავნიდნენ იმაში მოკლედ პირველი დღეებიდანვე უკვე ჩაები სოხუმის მაშინ ქართული მაუწყებლობა მაშინ დაიწყო ის პერიოდში და იმ დღიდან ბოლო დღემდე 27 სექტემბერს ამოვედი უღალტეხილიც ამოვედი
აჟარამდე მოვედი ჩემი დაფაცხებული შიგულით და მე ფეხი. ჩვენ შევხვდით ერთმანეთს გზაში სადღაც. მახსოვს კაცო შენი მეშვეობით ერთი 20-30 კილომეტრი ვიარე კიდე შენ არ ყოფილიყავი იმას ვიზავდი. გზა ერთი იყო, სხვა გზა იყო. გზა ერთი იყო, მაგრამ რა ვქი, ტრანსპორტის იმაში ხო შენ დამეხმარე. ვაბამდით მანქანებს და ასე რაღაცნაირად დავდიოდით, სანამ შეეძლო მანქანას ასე ვთქვათ, სამანქანო გზა სანამდესაც. ბიგვა გამოვლი. ძალიან ცუდი დრო ნამდვილად დაწყებული 14 აგვისტოდან, ასე ვთქვათ, დამთავრდა. აგვისტო არ გამახსენა კაცო. აგვისტო არ გამახსენა. აფხაზებთან ურთიერთობა როგორ გახსენდება? თუ ქონია უშუალოდ მაგათთან ურთიერთობა. თეატრში ყავდა ერთი აფხაზი. ძღოლი იყო ის გადასარევი კაცი. წნარი შვიდი ებრიელი ბატონო თმას არ გაქცევ. მეზობელი მყავდა აფხაზი. სტუმრად რომ მიხვიდოდი, ვიფიქრებდი რომ ალბათ შენ გელოდებოდა მთელი ცხოვრება და შენს მოსვლას ნატრობდა და საოცარი დახვედრა და საოცარი ხო არ გაიხსენებდი 93 წლის 8 აგვისტოს. ეს ჩვენ დაბადების დღეს გულისხმობ. რა უნდა გავიხსენო მე უნდა წავსულიყავით სანაპიროზე. ეს ის პერიოდია, როცა საომარი მოქმედებები შეწყვეტილია. მე და შენ ვიჯექით მანქანაში, ხო? ჩამოვედი მანქანიდან. მივესალმე ჩვენს კოლეგებს, ოპერატორები იყვნენ იქ, ჟურნალისტები ესენი. და უნდა ჩამჯდარიყავ ისე მანქანაში და ჩაჯდა ცხონებული გოგური. ადანაია ჩვენი ოპერატორია ცხონოს ღმერთმა. თავისი კამერით. მოუვარე მანქანას. ხო, ხო. ჩემი ადგილი დაიგავა რა, მე ვიჯექი და ხო, იჩაჯდა, კაი, უფროსი კაცია კამერით. წამოვედი და უნდა დავჯდე უკან, ხო? უკან ვინც იჯდა? ლადო. თირია და შეინაცავი ბიჭი. ამათ ჩამიკეტეს კარი. არ შემოგიშვეს კარი. ხო, იმ რა ქვია, ღილაკს თუ რაღაცას და ჯოკი გამიკვირდა, მეთქი ახლა ამათთან ეგეთი ურთიერთობა არ მაქვს, რომ კარი ჩამიკეტონ და რაღაც. კაი, არაფერი არ ვთქვი და მოუვარე და შენს უკან დავჯექი მანქანაში. ამან გადამორჩინა. ეს იყო ყველაზე უსაფრთხო ადგილი. აღმოჩნდა რომ ყველაზე უსაფრთხო ადგილი იყო აი ეს ადგილი. მე რო ვიკითხე, რო ლადოს რო ვკითხე და მას რო ვკითხე ამ შენს ნათესაობიც, ჯემალის ხო? ჯემალს რო მეთქი რატო არ აქვს ხენი, კარს როგორ ჩაიკეტავდით? არ ახსოვს. რატო ეთქვი? ვერაფერს ვერ ეთქვი, ახლა უფროსი კაცია თან ამბობს რომ მე გადავიღებო თან. ხო. ნუ კარგი გადაიღებ და ნუ ავტომატურად ახლა საწახვალ. მოდი ხარ შემდგომ კარებზე. ის კარებიც რო ჩაგიკეტეს. ამან შენ უკვე აი ხო ამას ჩვენ ვეძახით ჩვენი დაბადების დღეს, ხო? მანქანა რო ნახეს, აქ არ გადარჩებოდაო კაციო. ფაქტიურად მანქანა მე გაშალეს, იმიტომ რომ ვერ გამოვყავდით მანქანა. ხო, გაშალეს მანქანა. როგორ წარმოგიდგენია სოხუმში შესვლა და აფხაზებთან შეხვედრა? მე კოლეგებს გულისხმობ თეატრის მსახიობებს. ჩვენ დროს უკვე არ იყვნენ ერთად. ამიტომ მე მათთან აი ესეთი მჭიდრო ურთიერთობა არ მქონია. მე რომ მივედი თეატრში 82-ში რომ მივედი, აი მაშინ გაიყო ქართული და აფხაზური დასი, მანამდე ერთად იყო. იმ ცნობილ თეატრში, მართლა თეატრის შენობა, ულამაზესი შენობა რო არის სოხუმში. იქ ერთად იყო ქართული დასი და აფხაზური დასი. და მე რო გაიყო თეატრი, მე გადმოვიდა ქართული თეატრი, გადმოვიდა იმ კინოთეატრის შენობა იყო ეს. მაშინ 82-ის სეზონი რო გაიხსნა, ბატონო გიზოს სპექტაკლით გაიხსნა. მარადისობით გაიხსნა 82 წლის სეზონი, მარადისობის კანონით. გიზო ჟორდანიას სპექტაკლით. რა გენატრება სოხუმში? ყველაფერი მენატრება, ყველაფერი. ყველაფერი თუ ყველაფერი? ყველაფერიც და ყველაფერიც. ზღვა. რა თქმა უნდა. ამბობენ რომ აი სოხუმში სხვანაირი ზღვა იყო.
სოხუმში სხვანაირი ცა იყო. სხვა ფერი იყო. ეს რა ფენომენია, ეს მართლა ასე იყო თუ ეს უბრალოდ იმდენი სიყვარული იყო სოხუმის მიმართ, რომ ალბათ ახლა სოხუმის ზღვა და ფოთის ზღვა რო განსხვავდება ერთმანეთთან, მაგას მე ვხვდები და მე ვგრძნობ. სანაპირო და ზღვას მე გულისხმობ სანაპიროიანად და სანაპირო განაპირო. ხო და ნუ წყალი ახლა კონკრეტულად წყალს რაც შეეხება, ახლა გაგრაში რო წყალი იყო სოხუმი მაინც რო სხვანაირი ქალაქი იყო და სხვა სიყვარულის ქალაქი იყო ეს. იცი რა არის ახლა რა სისულელია ვინ ბრიყვი უნდა იყო რომ დააგდინო და უშუალოდ სხვა ქალაქის ის, მაგრამ სოხუმში ჩადიოდა თუ ჩადიოდა ვინმე დაასვენებლად. თუ დაუშვათ საქართველოს კურორტებს და სხვას გულისხმობ, ხო? ყველაფერს თავი დაანებე. ასეთი სანაპირო გაქვს, ასეთი და რაღაც საათნახევარში 2 საათში ადიხარ ეგერ და შეგიძლია ხელამურებით დაეჭვო. სოხუმის ბრეხალოვკის მაყურებელს რას ეტყობი? სულ არ გწოდებოდეთ. რა უთხრა? რა უნდა უთხრა? სიკეთე მინდა უსურვო, ჯანმრთელობა მინდა უსურვო პირველ რიგში. იმ ხალხს, ვისაც ახსოვს სოხუმი, სოხუმში დაბრუნება მინდა უსურვო და ვინც მხოლოდ გადმოცემით იცის, იმათ მინდა უსურვო, რომ ნახონ ეს ყველაფერი, თავის თვალით ნახონ და იგრძნონ. ის სითბო და ის სიხარული და ის სიყვარული და ის სითბო, რაც ამ ქალაქს ნამდვილად ჰქონდა და აქვს ჰქონდა რა. არის დაწესული. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. იმედი მაქვს, რომ მაინც ალბათ ოდესღაც ჩავალთ ჩვენ იმ ქალაქში და სანაპიროდან მივესალმებით დანარჩენ საქართველოს. ჩვენ კი ძვირფასო სოხუმური ბრეხალობის მაყურებელო, ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. კარგად გრძანდებოდეთ.